გამოგზავნოთ გამოშვებას გიორგი პაპუაშვილის სახელმწიფოსთან ამისამართებს ყველა კითხვას, რომელიც ამჟამად ქონება ჩამორთმეულ როლანდ ბლადაძის ოჯახს და ადვოკატებს გააჩნიათ, რაც ემსახურება ფაქტების გაყალბებას და საქმეზე არაობიექტურ შეხედულებებს. ასე ეხმაურება ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მისი ქონების კანონიერად შეძენის შესახებ გაკეთებულ განცხადებას. პაპუაშვილის სახელმწიფოსთან ამისამართებს ყველა კითხვას, რომელიც ამჟამად ქონება ჩამორთმეულ როლანდ ბლადაძის ოჯახს და ადვოკატებს გააჩნიათ, რაც ემსახურება ფაქტების გაყალბებას და საქმეზე არაობიექტურ შეხედულებებს. უკანონოდ ჩამორთმეული სახელმწიფოსთვის გადაცემული როლანდ ბლადაძის საცხოვრებელი ბინა სიმბოლურ ფასად 1000 ლარად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს, რომელიც ვერ ჩაითვლება როლანდ ბლადაძის საცხოვრებელი სახლის კეთილსინდისიერ მფლობელად შემდეგი გარემოებების გამო. გიორგი პაპუაშვილისთვის ცნობილი გახლდათ უძრავი ქონების სადაოდ გახდომის ფაქტი. მისთვის ცნობილი იყო ყველა იმ გარემოების შესახებ, თუ როგორ უკანონო ქმედებით ჩამოერთვა საცხოვრებელი ბინა მის კანონიერ მესაკუთრეს. ქონება გიორგი პაპუაშვილს გადაეცა 2007 წლის 16 ივნისს, მაგრამ ქონების სადაო საკითხის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები ყველა პირისთვის, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელსაც როლანდ ბლადაძის ოჯახმა განცხადებით 2007 წლის 11 მაისს მიმართა. მას შემდეგ, რაც 2014 წლის ოქტომბერში ახალგაზრდა ადვოკატებმა ქონება ჩამორთმეულის სახლში გიორგი პაპუაშვილის ცხოვრების ფაქტზე კვლევას სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ მოამზადა და მონიტორინგმა საერთაშორისო ინსტიტუტების გამოხმაურებაც მიიღო. სასამართლოს თავმჯდომარე პრობლემის მიჩქმალვას ცდილობს, ხოლო მას შემდეგ, რაც 2015 წლის 16 მარტს ორგანიზაციამ ცნობილი გახადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში გიორგი პაპუაშვილის ქმედების მიმართ სისხლის სამართლებრივი მოქმედების მიმდინარეობა როლანდ ბლადაძის საქმის ერთი ეპიზოდის ავტოფარეხის მითვისებასთან დაკავშირებით. გიორგი პაპუაშვილმა სადაო ქონების მეუღლის დის ყოფილი ქმრის გიორგი ლევიძის მიმართ გასხვისების გადაწყვეტილება 17 მარტს მიიღო, რომელიც ადვოკატების მოქმედებით ამჟამად შეჩერებულია.